ეს სახლი მიტოვებულია და არა მარტო ეს სახლი, მთლიანი სოფელი. Რაღაც მიზეზის გამო მთლიანი სოფელი მიტოვებულია. მე კი რომელსაც არასოდეს დამითია კოცონი და გამიშლია კარავი, ვაპირებ ამ სოფელში ერთი დღე გავატარო და თუ კი რაიმე არსება გადაწყვეტს რომ გამძიძგნოს, ვერც ვერავინ გადამარჩენს. მოკლედ ჩემი ჩანთ არის ძალიან მძიმე და პირველ რიგში ვფიქრობ რომ რამე ადგილი მოვძებნო, სადაც დავბანაკდები და დღეს გავათებ. ვფიქრობ რომ აი იქით არის ძალიან ლამაზი ტბა და ტბასთან გავჩერდე. ტბისკენ ვაპირებდი წასვლას, როდესაც ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. რაღაცა გარდაცვლილია აქ. ქათამ ყავს რაღაცას დაგლეჯილი. დიდი იმედი მაქვს რომ აქ ქათამივით არ დავასრულებ აქ სიცოცხლეს. ქათამს თავი არა აქ. არც პროჭი არა აქ. ჩამოვედი თუ არა ესეთი სანახაობა ამ სოფელში. ნახოთ კიდე რას გვინზადე საქაურობა. კარგს ნამდვილად არაფერს, რადგან ეს დღე ძალიან უიღბლო აღმოჩნდება ჩემთვის. ჩემი პრობლემა არის ახლა ის რომ არის ძალიან მაგარი ქარი. მე კიდე ნორმალურად კარვის გაშლა არ ვიცი, იმიტომ რომ 2 დღის უკან ვიყიდე ეს კარავ. და სულ გავშალე ერთხელ სახლში ისიც. და ახლა რეალურად რამდენად გავშლი, არ ვიცი, ნახოთ. შინელი ქარია, ინგრევა ყველაფერი. ისეთი ქარია ტბა ღელავს ხალხო. და თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში, როგორ შეიძლება ამ ქარში გამეშალა კარავი. არა მოძრა ამის დედავა აი ეს თან უნდა წავიღო არ დაიშალო ამით თუ დავამაგრებ დამთავრდება ყველაფერი დავამაგრეთ თუმცა გამოიცანით რა მოხდა არასწორად გამიკეთებია ეს თავი აფში ყველაფერი არასწორად გაკეთებული და აქ რამდენად დავიზინებ არ ვიცი. დაინგრევა წამიწამზე თავიდან უნდა ვაშენო მგონი ამის დედავატირე. 9 საათიანი ბორძეკის შემდეგ კი ასეთი რამე გამომივიდა. აუაწყوي მგონი, მაგრამ არა აბსოლუტურად სამაგარითო დაწყებული. სამაგარი ქარია და აქ როგორ უნდა დავიძინო? მგონი დამერხა. აი ეს ჩემი აწყობილი კარავი მეგობრებო. სეც ჩადის და ყველაზე რაც მოხდა, ჩემი ტემუდან გამოწერილი ქუდი დავკარგე. და მივიღე ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მომეძებნა ქუდი. რავი კი დავტოვე ამ ქარში, რომელიც შეიძლება წამიწამზე ჩამოინგრეს. მოკლედ ქარი ამ მიმართულებით მიდის და სადღაც აქ უნდა გამოფრენილიყო ბალახებში. ასეთი ლამაზი მინდორია, სადაც შეიძლება გველუკები იყოს და იმ ქათამივით თავი ვერ მომაძროს, მაგრამ სხვა რამეები. ძალიან დავიღალე და ხუთს ვერ პოვლობ ვერსა და ნახეთ თან ამ ხელა მინდორია. აი ეს მინდორია და აქ სადღაც შეიძლება ჩემი საწყალი ქუდი განისვენებს. ქუდი ვერ ვიპოვე, მაგრამ სოფელთან ახლოს შევამჩნი კოშკი და გადაწყვეტე გამომეკვლია, მაგრამ ყველაფერს ძალიან ვინანებ. პრობლემა რა არის? თლად იმ კარვის იმედი არ მაქვს, რომ იქ დამხვდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ქარი არ წაიღებს შემკარავს. იმიტომ რომ დღეს ღამე აქ უნდა დავრჩე და ხვალამდე მე მანქანა არ მომაკითხავს. აუ, ნახეთ როგორი შენობებია აქ. ძალიან გავს აქაურობა Fallout. ლიანდაგებია აქა ვაგონი. ჩავიხედო ნეტა რა არის, ნახო, მაგრამ მეზარება. იქ მისვლაც მეზარება უკვე. ძალიან შორს ყოფილა. ხო არ დავიკიდო მეთქი ფიქრობ, მაგრამ თან ძალიან მაინტერესებს. მე ძალიან შევყევი აქ თუთის ჭამას. წყურის გაქრობის აკითხა, მაგრამ უფრო მომაწყურა და წყალი უნდა წამომეღო. ძალიან შევსწი რომ არ წამოვიღე. ძალიან დავიღალე. იმედია მივალ როგორმე, იმიტომ რომ მზე ჩავა, სადაცა. მზე ჩადის, თუმცა მე კოცონი მოგზასანთები, სადაც საჭმელი უნდა გავაკეთო. რა ცუდია რომ ჩემი ქუდი დავკარგე, იმიტომ რომ ახლა სახეს საშინლად დავიწოვ ამ ზის გამო. ყველამ თითო გატეხილი გული დაუწეროთ ჩემს საწყალ ქუდს. ცოტაც და ვნახოთ რა არის ეს. საშინლად დავიღალე და მე უნდა მივიდე მერე. აი იქ ბოლოში. დულიუს მოვედი ამ ადგილას და ნახოთ რა ჯანდაბა. თუმცა ცუდი გადაწყვეტილება იყო ამ შენობაში შესვლა. ვიღაცა საფუტკრი აქვს გაკეთებული. ვახ შენი დედავადი. ვახ. საფუტკრიდან რამდენიმე ფუტკარი გამოვარდა და ჩემი დაკვენა დაიწყეს. კინო შემჭამეს. გონი მიკბინა დაფეთქებულმა. თამბორბინ და ვიღაცას სკაკ შიგნით სადაც ბევრი ფუტკარი იყო და მგონი ზურგზე მიკბინა ერთმა. საშინლად ვირბინ რამდენიმე გამომეკიდა. ვახ, მე ერთო დაწყევლილი ვარ დღეს. კარავი ვერ გავშალე. ფუტკარმა მიკბინა, ახლა მზეც ჩავა და რაღაცა დამჭამს აქ. წასვლა მინდა. უკვე წასვლა მინდა. ძალიან დავიღალე და ცეცხლი როგორ უნდა დავანთო არ ვიცი. ანუ კი ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში არ ვიცი. ანუ შეშავჭირდებოდა ცეცხლი, ხო? ხო, ას თუ ისე ადვილი აღმოჩნდება ცეცხლის დანთება. ესეთ პატარა ჯოხებს ვაგროვებ, რომ ამას ცეცხლი გავუკიდო მერე და დიდი ჯოხებიც მინდა, რომელიც მაინც არ ყლია აქ. იმედი მაქვს, რომ ცეცხლის დანთებას მოვასწრებ და ჭამას, იმიტომ რომ თუ დაღამდა აქ, всё. თუ უღრანტყეშის თუ ვაპირებ, რომ ასე ვიბოდიალო, ასე გავაკეთო ყველაფერი, არ ამგონია, რომ გამომივიდეს უღრანტყეში დარჩენა.
ხო, სულ და მოვიწყდა თქმა, რომ შემდეგ ვიდეოში ვაპირებ წავიდე უღრან ტყეში, სადაც ვეცდები გადავრჩე. ეს სოფელი კი პატარა შემზადება იყო საკუთარ თავთან. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს, რომ შემდეგ ვიდეო არ გამოტოვო. აქაა ისევ ჩემი კარავი და იმედია დღევანდელ დღეს გადაიტანს. ძალიან ლამაზია აქაურობა მეგობრებო. მაგრამ მე შეშა მაქვს ახლა საპოვნელი და ეს რაც შევაგროვე შეშა, ნამდვილად არ მეყოფა. ამიტომ წავედი. შეშის პოვნა გამიჭიდა, რადგან ირგვლივ თითქმის არაფერი იყო. ამდენი ძიების შემდეგ აგერ დანგრეული სახლის ქვეშ დიდი ტოტია, რომელიც უნდა წავათრიო ახლა იმის შორეს. ეს საკუთხედი რაღაცა ავაშენე და იმედი გაეკიდება მას. ძალიან ბევრი წვალების შემდეგ დავანთე ცეცხლიც. დღეს შერი არ დავრჩები. არ ჩაქრიგთ ხო. ამოღებული მაქვს კარტოფილი და გადავწყვიტე რომ ცეცხლზე გავაკეთო ეს კარტოფილი მარილთან ერთად და პურიმა კიდე. და თქვენ რას წამოიღებდით ასეთ ადგილას საკვებს? მე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე მეტი, მაგრამ აი უღრან ტყეში თუ წავალ, აი იქ დაწერეთ რა შეიძლება მოვამზადო და ვეცდები რომ იქ მოვამზადო ეგ საჭმელი რა. ორა ორე. ორა ორე. თანამ შეიწובה ჩემი კარტოფილი. აქ უნდა გავშალო მე საძილე ტომარა და ის თორე დამერხევა და გარით არის უამრავი კოღო და იმედია არ შემომიფრინდებიან აქ თორე დამჭამე. აი ესეთი მწვანე ისა. ქვევით დასაგები ამას ცოტათი კიდე გავბერო და კიდე მაქვს საძილე რომელსაც ახლა ამოვიღებ. და ესეთი საძილე მაქვს სადაც დღეს დავიძინებ. შვენიერი ძილი გამომიგო მგონი. არ ჩემცივდება. განათება არის, ყველაფერი არის. და ახლა ვნახოთ კარტოფილი ხო არ დაიწვა ამასობაში. იმიტომ რომ მაგის გარდა ბევრი ისეთი საჭმელი არ მაქვს, რამაც შეიძლება გამაძღოს, ამიტომ წავედი აბა ვნახოთ რა შვება. თლაც შემწვარს არ გავს ეს. აუ არა, მგონი მზარდა და მერხა. აგერ ჩემი დამწვარი კარტოფილი. ახლა ამისგან ავაწყობ პატარა სენდვიჩს, პური მაქვს წამოღებული. თლაც შემწვარი არა ეს კარტოფილი, მაგრამ დღევანდელ დღეს გადამატანინებს. წავედი ახლა შევჭამე და ამ დროს მომესმა ხმა, რომელმაც ძალიან შემაშინა. ხო, მე შევჭამე, მაფიას უყურე და ასე შევამათენდა. საერთოდ ვერ დავუძინე მთელი ღამეს ვქროლა. რაღაცა ფილმებს უყურებდი ხანას, შვებოდი ხან რას. მოდი გარეთ გავიდეთ. ლამაზია ქაურობა. უბრალოდ საერთოდ რო არ მძინებია. ჩემი კარავი გადაურჩა გუშინდელ ქარს. დღეს დილით ცოტათი ჩადგა ეს ქარი რა. მგონი შვენივრად გამოიყურება და ხო არ გადაობ. მთელი ღამე აქ იყო, მე გადავდი. გუშინ ამას ვეძებდი кайხანი და თუ მე აქვე ყოფილა ხის ზირას. ანუ გუში რა დაღლილი ვიყავი რომ აქ ვერ შევამჩნიე ქუდი. რა ვფიქრობ რომ ცუდად არ ჩაიარა ჩემმა ექსპედიციამ ასე დავარქვათ და მგონია რომ უღრან ტყეშიც ჩვეულებრივად გავძლებ და გადავიტან ამ ყველაფერს. ამიტომ შემდეგ ვიდეოს დიდი ალბათობით ჩავწერ უღრან ტყეში. ერთი რაც არ მომეწონა აქ არის ის რომ გუშინ არ დავკვირვები ვარ. ალბათ აქ ხშირად დადიან სათევზაოდ და ტოვებენ ნაგავს რაც ძალიან ცუდია. ახ სიგარეტის ნამწვავები, კოკაკოლები, ტანსაცმელიც კი ყრია. ჩემი დიდი კარავი უცებ პატარა ჩანთად გადაიქცა. თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად მიტოვებული გონიათ ეს ადგილი? მე ვფიქრობ, შესაძლოა, კარგად ვერ გამოვკლია აქაურობა. რაც ჩაეტია ესა, დანარჩენი რაღაცები კიდე ყრია, მაგრამ ყველაფერს ვერ წავიღებ სამწუხაროდ. თითო ტრაკის ემოჯი ყველამ კომენტარებში დაუწეროთ ადამიანებს, ვინც ეს ნაგავი დაყარა აქ. გცხვენოდეთ უბრალოდ ასეთ სილამაზეს რომ ასე ანაგვიანებთ რა. წავედი ახლა გაუდექი გზას. წავედი ახლა გაუდექი გზას მე გასასვლელისკენ, სადაც მომაკითხავს მეგობარი. თქვენ კიდე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ვიდეოს და ლაიქება და კომენტარის დაწერა, რას ფიქრობთ ამ ვიდეოზე. არხი გამოიწერეთ.